მოგესალმებით მეგობრებო, K-ბუდან დღეს ყოს პირველი სტუმარი ხიტა. გამარჯობათ. წინა ვიდეო კი გახსოვთ, ჩემი და ბეკას ვიდეო, სატესტო, საპილოტო აღარ თქვაო, ესე გითხრა ხიტამ, საპილოტო არ იხმარო, იხმარე სიტყვა სატესტო. ხო ეგრე? კი ბატონო. ბეკა როგორ ახლა გენც? ცოტა მოიწირო ხმა, კარგად, ყველაფერი. თან ახლა ისავა რა ქვია. ეს ჰამბურგერი დაგვახვედრეთ, აბა გითხარი უნდა დაგაგვირდეთ, უნდა დაგაგვირდეთ, მე დამკვირვებელი ვარ. ანუ შენ უკვე მიივთვი და ჩვენ ეს არის ჰიტა ჩემო ძმაო, აი ზევით არ ჩანს, ხო ეს ლოგო. არა, ზევით არ ჩანს. მაგრამ კუთხეში იქნება აუცილებლად. რა ბურგერია, აბა ქაბაბ ბურგერი. K-ბუ, ანუ ინსპირაცია იყო ეგ რომ ქაბაბ ბურგერი რა. ეს არის ჩვენი საფირმო და აბა გაგვისინჯეთ. სალამაზი არის ესე? ფრი არ გენანებას, შანსი უნდა თავისი. ეს საწეველი შენი საფირმო соуსი ბატონო. კიდე რა ბურგერები გაქვთ, აბა მენიუში? ეხა რაღაცა სტარტაპია რა. გვაქვს 4 სახეობა მხოლოდ. ხო. და აკვირდით. თვეში თვენახევარში ნახოთ, ვიდან 12-მდე ავდით რა. ვა. ვიდან 12. სად არის? თქვენ ლოკაციას რო გითხრათ ბარემ? ვასილ ბარნოვის 86 ნომერი მეგობრებო. მე ესე გამიგია ხიტა რომ ეს უნდა ჩაჭყლიტო. და ისიც არ უნდა დაჭყლიტო. რა მაინტერესებს? რამდენად კარგად კეთდება ზოგადად საქართველოში? ძალიან ბევრი არის ხო ეს ბურგერები და ამბები და მოგწონს ხოლმე ზოგადად ბურგერი თუ შენ მოტოფიარი უფრო სხვა საჭმელების ხარ ზოგადად. ისე როგორ არის, იცი, ესე რომ ბურგერი მომიდეს და სადმე წავიდე, ეგრე მე მგონი არ მიქნია არასოდეს, მაგრამ ხო რა. შეიძლება ის იყოს პირველი შემთხვევა. ეს იქნება პირველი შემთხვევა და მაგრამ ისე მიყვარს რა თქმა უნდა, ბურგერი ზოგადად ძალიან როცა ხშირი ადამიანს როცა ბურგერი პირველი გახსენდება, რომ აი გემრიელად კი ბატონო. როცა ხშირად ზაქარია ცივი ბურგერი ჩახერე. გაცეული ნაბათ არ არის. K-ბუ გაახსენდეთ პირველი ხალხს რა, ჩვენს ვირტუალ საზოგადოებას, როცა მოშივდებათ. ნახოთ, აბა დიახ. ბიჭო, რა კარგი, კაია. რაღაცა ორი სიტყვით გითხარი შენი. კი ბატონო. პროფესიონალური შეხედულებები ხო ხარ გურმანი? კი. მე მგონი ვარ. გეთხოვა რომ გურმანი ხარ. მე მგონი ხო ვიძე. რაც არ უნდა უარყო. რაც არ უნდა უარყო ათხე. და მე რომ მაგრებშია და ადგილი რო არ არის მაგითაც. ეს მეტაჭელი ვიდა რო იგის გავა. მიდის, აუ. შენ გაგიდოესო. შეც გადმაგდები მოგეკეთებია. ფრიად სასიამოვნო. ჯეკეტი ფრის თვითონ მოცულობა ძალიან დიდია. აი პატარა ფრიები ხომ ეგეთი არ არის. კარტოფილი საქმე მოყვავს ამ ტერიტორიაზე. ვერზე უტაღი. ახალციხის მეგობი. თავარი გადაცემის. თქვენ გინაცვალეთ. სანამ ჩვენ მივიჭრეთ ახალი არხია გამოიწერეთ ეს არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ ისე გემრიელად როგორც გული როგორ ეს ხო სწორად ვაკეთებ კამერაში ხო სწორად. გულის ამბავში ხიტა არის პროფესიონალი. სხვადასხვა გულის გაკეთება. გულებს მაგრაკეთებ. ძალიან. იმენა საუკეთესო ვაკეთებ. ესეთი გიდა. არა გა ეს ადვილია მაგრამ ძალიან მაგრაკეთებს ხო გულის. ძალიან გემრიელია. აი გადავედით როგორც იქნა მნიშვნელოვან ფაზაზე როგორ ქაბაბის გემო ისე იგრძნობა რომ ხო არის ხო ცალკე გამოჩნდა გემრიელი აი ქაბაბი ვისაც უყვარს ისინი ალბათ სულ გაგიჟდებიან ამ ბურგერს თან აი ამ კომბინაციით თემა ეგ არის და თავარი ძალიან ყოჩახ დაილოცო შენი ხელები thank you როგორც ინდურ სერიალებში მოარი ხოლმე ხო იცი დედამთილო დაილოცო შენი მარჯვენა ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება არის აგერ ჩვენი სხვა ძმაკაცები ნერწმებს ყლაპავენ სამწუხაროები არიან არა ვაჭმევ თავი იმდენად ერთფეროვანი გახდა უკვე მიდიხარ იქ ის გემო რაღაც განსხვავებული კაიო ქალაქში მინდოდა რა ახალი წერტილი ახალი ტოჩკა ასე აი ვთქვათ ზუსტად ეგ მინდოდა რა ხარი განსხვავებული გემო გემრიელად მიიწნო რა განსხვავებული მინდოდა ყოფილიყო და ეს ქართული ნაციონალური ინგრედიენტების ნაზავი ბურგერებთან აი ეს გამოგივიდა მინდოდა ზუსტად დამიშვა და აწი ეს გამოგატეზე რა მოგდა თავზე რომ ხარზე რომ თავი არ დაგადოდა ესე რო არ ჩამო მაკაცისთვის ვის არ ჩაუდია რა მოხდა განსა მიაწოდებ ჩაუდეთ მაგას ეს არის აქ უნალოდ ყოჩა მართლა იმსახურებს ანუ ეხა როგორი განსაგამიშა იცი რომ ჩვენს რამდენიმე მეგობარს რომელსაც
ძალიან უყვარს ეს გამორჩეული რაღაცების გასინჯვა და გემო, რომ დიდი სიამოვნებით დავპატიჟებ და გავასინჯებ. აუცილებლად. იმიტომ რომ აი შენ ისურია თუ სასყიდლოდ და შენი მოყოლილი ადამიანები. ეს რა თქმა უნდა. ჩვენს მასხიტას ბევრი გულები რა. ჩვენს მსხვილი კალიბრის YouTube, ქართული YouTube-ის ვარსკვლავს რა. ხედავ? გამოვწეროთ ხიტას არხი, ტურნიკეს არხი და კეიბუ. ბეკა, დღეს კიდე გვექნება დაგემოვნება თუ? მოწონება მუქთაა ეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ენასვალენ ჩამე. მე ისა თოკო ის გამოუტანე რა ტერმინალი, TBC-ზე ატარებ თუ იმაზე. მომისმენ, დღეს კიდე გვექნება დაგემოვნება თუ ესაა და მოწონება. ერთ სალფეტი მომეწოდე რაც მოვასწრებ. ბეკა. რა. კიდე გვექნება. თუ სპეციალურად გადაგაკ მითხარით. არა. შევჭამი. არ გამოვიდა წორ ვაპირები, მადლობა თოკო. და არა როგორ ჟურნალისტი ჩაგეძები რომ დღეს კიდე ვაპირებ სხვა. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ვაპირებთ. ანუ კუჭე შევინახო. ამის შემდეგ ვაპირებთ ჩვენ საფირმო, ესე მეორე Black Burgers, შავ ბურგერს ქართულად ვთქვათ. ხო, კი ბატონო. ორაგულის, კი ბატონო. ძალიან დიდია თან რა. მეგონა რომ კი. ძალიან მშიოდა ეხლა დღეს და მეგონა რომ რა ბურგერსაც მოიძამდი, ეგრევე გავანადგურებდი, მაგრამ ნახევარზე ვარ და უკვე დანაკრებას გრძნობ. ესე იგი, ამ ბურგერთან დაკავშირებით გითხარი ხარ, ხდება იმით ვისიამოვნეთ. აღარ შეგვიძლია ხა კუჭებში ადგილი თუ არ ვიცი ჰიტაბა რაღაცა უნდა თავი უნდა შევწიროთ რა გავაკეთოთ უნდა გაუძალიოთ შავი ბურგერი ორაგულის არა ამას უნდა გაუძალიანდეთ მე აუცილებლად იმიტომ რომ ეს ისეთი რაღაცა შავი ორაგულის ბურგერი ამას კიდევ ორ მაგაც უნდა გაუძალიანდეთ ცოტა რასის ბურგერი ჩასვა ძალიან მაინტერესებს რა სიტყვით რა შავი მე ვიცი რომ უკეთესად ნელდება თუ რაღაც ხო შავი კი ბატონო თან ეს არის ნახშირზე დამზადებული ბურგერი უმაღლესი ხარისხის მაგაზე მე კიდე საკე ვისაუბროთ აბა თაკო აბა დაეწაფეთ გაუძალიანდეთ მერთო ჩემო ხალხი შეგიძლიათ რა თქვენი ნეტარი შეგრძნებით მე ჩემი მშიერი თვალებით იყურე აკროზენ ნეტყობს რომ ყლავ ფაფუკად წავიდა რაც თავარია ეგრევე ფაფუკად სხვა სიტყვას ანასტატ აუ ძალიან კაია, პროსტა უნდა ჭამოთ ცალსალკე. ცალსალკე უნდა ჭამო, იმიტომ რომ გემოები უფრო თუ გინდა რომ თავი დაიბრიდო, თუ გინდა თავი დაებრიდო, ის და ეს უნდა ჭამო. თუ გინდა ის სიამოვნო ცალსალკე უნდა. ჩვენ ახლა ვიღებთ მეგობრებო, გაიდან და რადგანაც ჩვენ ძმებს უწევთ აი ესე ორივეს თავის გაწირვა. ძემიყოლება რა, მაგრამ თავის გაწირვა. ძალიან მიგია. მინდა აღვნიშნოთ, აი გონია რომ ოკეანეშიაც გიგენოელი იყო, ყველაფერი ამბურგერში არის. სწორი სტუმარი შემიჩები. თან ის რაღაცა ცივი, სასიამოვნოები, ხრაშუნა. ძალიან დიდი მადლობა. აი ეგ არის ჩემთვის ახლა ყველაზე გემოები ათამაშდა პირში, გემოები. თან კიდე აქ ისეთი საინტერესო გარემოგვექნება. ერთი წელი მათხოვე რა. საინტერესო საუბრები გვექნება, მეგობრებო. მაგათით. მე არ ვიცოდი, მე არ მახსოვდა, ნუ ახლა ჰიტას მთელი საქართველო იცნობს კაცო ჩემი დამადულით და ასე შემდეგ, მაგრამ მე რატომღაც გამომჩა ეგ ამბავი, რომ ჰიტა ძალიან კარგად ერკვევა ზოგადად MMA სამყაროში რა და ზოგადად UFC სისტემებში ასე შემდეგ წერან კამერის მიღმა ვსაუბრობთ, გავშალეთ ძალიან თემები და ჩემთვის უსაყვარლესი თემები და მოდი ის ვთქვათ ბარემ რა, დავაანონსოთ, რომ აქ ჩაიწერება ისეთი თავისუფალი სტილის გადაცემები, სადაც სტუმრად გვეყოლებიან აუცილებლად გამას მებრძოლები რახან ეხა თემას სურვილი გვაქვს ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი სურვილი და ეს მოხდება აუცილებლად ჩვენი უმაგრესი ტოპ ბიჭები ვინებიც ყავს და ვინაც არა ტოპ ტიპებიც გვეყოლებიან კაცო ჯიგრები მომავალი ჩემპიონები ასე შემდეგ და მე უკვე აი მართლა ზე ტოპ ტიპები ვინებიც არიან, ეს კიტები, ისინი ჩვენთან ერთად აუცილებლად გამას თემაში საინტერესო სტუმრები, ჰიპ-ჰოპ სამყარო არა მარტო, ეხა არა, ხო, შენ ეხა დამასწარი, ხო, დამასწარი რა. მე ჩქარი. მაგაზე კარგი ვარ, მაგრამ ჩქარი. ორივე ტყუპები ვართ, მაგრამ შენ კიდე უფრო ჩქარი ხარ რა. ყველაფერში ჩქარი ხარ, ხო, თუ არა? ვარ კურო. კურო, ხო, ტყუპებამდე. როგორ გახედა კურო? კურო სხვადასხვა გურმანია და ჭამა ევასება ზოგადად კუროებს. კი ბატონო და
გვეყოლებიან ეს მე მგონი დავაანონსეთ კიდევაც ხო ჩვენ წინა ხო სატესტოში ჩვენი არაჩვეულებრივი ადამიანები არაჩვეულებრივი ჰიპ-ჰოპ არტისტები გვეყოლებიან აქ ცოცხალი კოლაბორაციებიც მოხდება დაუვიწყარი რა ძალიან ნანოხო წეგან ბურგერი შევჭამი და მას ვერ და რაღაცას მე ვსაუბრებოდი აი წამოვიდი რაღაცა ჩემთვის სასიამოვნოს მეუნებოდი და მოუწყვეტი ადამიანები რომელსაც განსაკუთრებით უყვარს ზღვის პროდუქტები yes აი იმ ადამიანებისთვის ეს ბურგერი იქნება ხო მაგიური აი ისეთი this is shita მაგრამ მეგონა ასე თვალისწინებელი რაღაცა გენიოს ხო არა მაგრამ ახალ გადააჭამვა რა ეს აღალგაზრდა კაცი ხო ესეთი ხელები ეგრემოდა და ესე გადად გაამზადებ და ეგ ამოვიხდება აი MMA-ზე ლაპარაკობდით რაღაცა იქ ილია თოფურიას მენაბდვალიშვილზე რაღაცებზე და ჩვენი საამაყო როცა შევიდა იქ ეს ბურგერები გამოიტანა და გაგვაგიჟა ხალხი ამოგვისო კუჭები აი ესე აი პროსტა რა არიცი თან მინდა ჭამა და თან აი კუჭი მეუბნება რომ შენ ბოლო ზომა წონა იცოდეო შენიქ შეგიძლიათ ცოტა ხმამაღლა ხმა აი სინაზე მოვა არა ეს ამოჭრეთ ხალხმა არ იფიქროს რომ ვითომ წილა იცან არაფერსაც არ ამოუჭრი ხო გითხარი კიდე გიმეორებ მართლა პაპუკი და ნაზია რა დაიგასწორებს რა რო ჩაკვიჩო კლები ჩამოგემტრევ ეგეთი არ უნდა იყოს კი ბატონო თავარი მაგია ამბურგერის ზუსტად მაგას მდებარეობს რა რომ არის ძალიან სუპერ ჰაეროვანი და მსუბუქი და ნაზი და ეს თევზის არომატი და ეს კიდევ შიგ თავსების რაც არის ჯადოსნობა ეს პური ბალახეულობა ნაღები ასე შემდეგ ესე იმას ქვია კეიბუ თუ კეიბუ ესეც კეიბუ ესე ზუსტად დასახელებით როგორ არის რომ მოვა ადამიანი მაგალითად რომ ჰიტამ და ფოტოაფემ რომ მიიწეს საფირმო თავარი არის ის წეღარას მივიტვით კი ბატონო ვიფასო მეგობრებო და ეს არის უბრალოდ საფირმო თევზის ბურგერი აჰა იმას აწერია ხორცის ბურგერი მენიუში როგორ კი ბატონო რა თქმა უნდა მენიუში საფირმო ხორცის ბურგერი და საფირმო თევზის ბურგერი არის მითითებული მოხსენიებული კიდევ არის ქათმის კაბაბ ბურგერი არის სტეიკ ბურგერი ეს ახლა რაც არის უკვე მენიუში თუ სამომავლო არა ეხლა დავამატებ ძალიან მალე რაც მენიუშია ეხლა რამდენი სახეობა ჩვენს გვერდებზე ჩვენი მენიუ ძდევს რა ოთხი სახეობა ჯერჯერობით და სოკოს ბურგერი ემატება კიდევ და კრევეტების ბურგერი ემატება კიდევ აი ეს მე არ ვიცი მე მაგრა გამისწორდა მართლა ძალიან კაი შეგარგოთ ძმებო შეგარგოთ სოკოსი მაი როგორ კი ძალიან მალე იქნება და გასუჯავა უცნაურად ჩამოსმა უეჭველი სოკოზე დაპატიჟებული ხარ ესე გამოდის სოკოზე რა თქმა უნდა სოკოზე კი არა მე ხიტას უთხარი კაცო რომ მე აქ გერძე ნებისმიერ წუთას ნებისმიერ დაპატიჟებული სტუმარი ვარ კი ბატონო ნებისმიერ აი გეტყვი ჰა მე აქ დაპატიჟებული სტუმარი ვარ დღეიდან ანუ შემდეგში მე გამოვყევი შენ ეს ყველაფერი გავარასხო და ჩვენ ორმაგს გადაიღდი ხოლმე აი წაგა ბიზნესია ძმაკაცობა აი ხა რახან ორივე გასინჯეთ აი კადრი რო გადავწიოთ უკან რა რო გადავახვიოთ რომლით დაიწყებდით ამითი თუ იმით ანუ ერთავ ვირჩევ ხო რომელიც აირჩევდით დასაწყებად როგორ ხასიათზე გააჩნია რა როგორ ხასიათზე დიპლომატიური პასუხი მაგრამ ეს ნახე მე როცა ეს რაღაცას ვირჩევ ხოლმე საჭიროა თევს არ ვირჩევ ხოლმე არასოდეს რა არ უკეთავ თევს არ ეს გემოვნების ხო გემოვნების ამბავია და ანუ შენ დაიწყებდი კეიბუთი საფირმო ხო ქაბაბის ბურგერი ძალიან მაგარია მეც მაგრამ აი მე მყავს მეგობრები რომელსაც მაგალითად თევზი მაგრად უყვარს რა მაგალითად G2G ეგეთი რაღაცაა სპეციფიური ბურგერი რო ვინც თევზები ზღვის პროდუქტების მოყვარულია და თევზეულის ეს არის იმათვის აი მე პირადად ამითი დავიწყებდი რა ახლა მე რო თევზეულის მოყვარული არ ვარ ეს იმედად გემრიელია რომ ეგ ასაგებია კი ხანდახან ძალიან მომინდებოდა მაინც რა მეგობრებო ხმა შემოდის გენაცვალეთ ხო რა მაგრამ მე ამით დავიწყე მესმის მაგრამ ზღვის პროდუქტების მოყვარული ვარ აი ძალიან მაგარი რა კაი მოკლედ ყველანაირი აი რაც ზღვაში დაცურა უზიმენა მოლუსკები მედუზები ძალიან არ მედუზა რაღაცა რომ მაგდა მედუზა არ სურვილი მაქვს იმართე გითხრა რომ მედუზა ჩამო რაღაცა რაფეხა კი კაცო ოქტომბერს თუ ვაწყენით მეუნაირი თა მედუზა მედამსუსხა ხოთაშორის იტალიაში მოდი შეჯამება გავაკეთოთ პატარა ერთგვარი დავაი სუეჩი მართლა ესე მქონდა
აი ეს გამომწვარი ისე რომ არ ვიცი. მედუზა თუ ეგეთი იყო, მავნებელი არ ვიცოდი. ხო და შეჯამება რომ გავაკეთოთ, მოკლედ მეც ჰიტას ვეთახმები იმაში რომ თუ მოხვალ მაგალითად კვირაში 3 ჯერ მინიმუმ რო ჭამო, ის ქაბაბ ბურგერი, ან ხორცის, კიდე შეიძლება ესო თევზით, მაგრამ აი ესე რომ გაისწორო და ხასიათის საბოში მოხვიდე ფაფუკად თევზით და რაღაცა, ასწორი სამპონჩი ესე ურაგული. სუბუკად, ხო რა. ხო, მაგრამ თან ისე არის რა. არა, ამას როგორ შეიძლება ბოდიში შეიძლება როგორ შეიძლება ხა ამას სუბუკი ეწოდოს, როცა სახეზე გისვია ყველაფერი ისე საჭმელი და ზოგადად ყველანაირი ბურგერი რა. ბურგერი ეგეთ საჭმელია რა. ზოგადად ბურგერი სადაც მე გამისიჯავს ხოლმე ამ ხელებით თვათ არ იყვარს. ცოტა დააკელია ხომ. დიდი პორცია. არა, აქვს ორი ორნაირი პორცია გვაქვს, პატარების და დიდების. ეს დიდი რა, ხო, 2XL-ი გამოდის, ხო? ეს XL-ია. ეს არის 2XL-ი არ არის, ეს არის XL. კიდე 2XL-იც იქნება. 2XL-იც იქნება, ანუ ამ მაგიდის ხელა ერთი ცალი და დაახლოებით აი ამ შეგადაუდა. კამკუსამ რო გააკეთა იმის თემა, ეგ გამახსენდა. ეს არის როგორ იცი? დიდი ზომის ადამიანისთვის არის რომ საგანაკრებს კი არა, აი მაგრად. აი ხო არ მევასებ, ხა არ დავასახელებ სხვა ისეთი მას, რომ ვინმეს არ ეცნობს. მაგრამ ხო არის, აი ზოგი ბურგერი არის ისეთი, რომ თავის ტიკიაში მეგობრებო გამოიწერეთ კიდე შეიძლება რა. უკვეთავ, ხო, მაგრამ რაღაცა ქვია, აი big burgeri რაღაცა big რაღაცა ქვია და მოვდა აი ამ ხელ. არის ისო ნახევარზე წამოუჭი და ილაპარაკოს. რეალურად აი ამ ხელა რაღაცა მოდის რა. და თან კიდე რა მომეწონა, ნახე დიზაინში, დიზაინერული აბა, აბა. მომივიდა თავში რა, ცეხა გამახსენე. ხო. დიდი ბურგერი კიდე სადაც მინახავს რა. უეჭველი ისეთია რომ ამას ესე რომ მოაძრობ, მე იქცევა და იშლება და. ოკეი. და ეს ძალიან დიდია, ანუ ერთი ადამიანი ეხა ამას რომ მიირთმევს ჩემი აზრით ვერაფერს ვეღარ დააყოლებს თუ რაღაცა უეშა. ორს მით უმეტ. აი ფორმას არ კარგავს. ხო და ეს იქნიჩება ჩვეულებრივად. ეგ ძალიან დიდი პლუსია რა. მადლობა, ხო, მეც მასე ვთვლი და ერთ სიტყვით მეკვა მაგაზე ნამუშევარია რა მოკლედ რა რომ აბუ რო არ იქნიჩება ბურგერი ის უკვე რო იშლება უკვე ტექსტურა და რაღაცა და აქეთი ცალ-ცალკე რო გიწევს ხელით ჯამა, ხო ცოტა ესეთი. და სხვათა შორის მე ვფიქრობ რომ ეს სატესტო ვიდეოსგან განსხვავებით, თან სტუმარი რა თქმა უნდა ყავდა და საუკეთესო სტუმარი ყავდა და უფრო კარგი გადაცემაც გამოვიდა. ეს ვფიქრობ, უფრო საინტერესო აი ჰიტას გულები. აი, ჰიტას ცნობილი გულები. აუ ჰიტა მე ისიაკრეს მე ვეღარ. მოდი მე ესე გავაკეთებ მაშინ, რა თქვენ თუ ეგრეა. აქ სხვა რამეს აკეთებს ახლა არ ჩანს. რაც უყურს ხოლმე ზეიდან. მე ამ გულის ისტორია ეს როგორია? მე ვიეოში ესე დამიწერა რომ გული მაშინ. ეს გაიყო, ესე ვუწევს. ხო და ის ვერაფრით ვერ ვაკეთებდი ამ გულს. და მე იმუშავე. მე ვიმუშავე, ჩემი გამომწერები მე გადავებოდან, ეს რაღაცებს რო ვაკეთებდი, ხან კარტოფილი გამომდიოდა. ხან იმუშავე, საბოლოოდ რა გამოიყვანა ნახე მაინც. ჩილის კონით ძიუცუ რაღაცა. ხალეს გამოდიოდა. ხო და მე ბოლოს ესე მივედი идеალურ ժամად. ხო, აი მეც ამაზე ნამუშევარი მე დაჟე ამაზე დავდიოდი და კაროჩ ერთი 8-9 წელი ვიმუშავე რომ აი ეს მოიცა შენ პოზიციონები და ეხლა ის იცი როგორ რაღაცა მაგალითად ჩემ გამომწერი თუ დამინახავს სადაც შორსტოვარი რა და რომ ვერ მივესალმებით ეს ამ მანქანიდან რაღაცა და ესე მოჩვენებს შორინა მე მეცვენებ და უკვე ყველაფერი გასაგებია რა მაგ დროს ხვდები რომ ვინ არის ხო ის ხვდება მეგობრებო, შეგახსენებთ, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ, ეს მთავარია რომ ჰიტათი დავიწყეთ სტუმრებით და საუკეთესო სტუმრები გვეყოლება მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ ჰიტას კარგი ფეხი აქვს. ზე საუკეთესო ადამიანით, კარგი ფეხი აქვს და 160 IQ. ზე მაგარი ქართველი იუთუბერით იცოდეთ სტუმრების თამასა რა უმაგრესი ადამიანით უმაგრესი კაცი დავიწყეთ და ხო არა რა თქმა უნდა სადაც შენაირი ტოპ ტიპი სტუმრად მაგის მე თამასა არ დააგდო ცოტა ისეთი არა თამასა არ დავარდება არც მადლობა მიჭიროდა პირველი სტუმარი ისეთი მაგარი კაცი მადლობა მოუხდათ ჰიტას მადლობა გადავხადოთ ჰიტას ძალიან დიდი მადლობა ჰიტას რა ჩვენთან სტუმრობისთვის ესეთი გულწრფელი შეფასებისთვის მეც მოვიხსნი ბარემ ეგეთით მადლობა რუსმინე კაც მადლობა რომ მომიბადიჟეთ მადლობა რომ ვაპატეთ ვასე მონაგაცას ვიზარდ არა მაგას ამოჭრე კაცო ათქმევინე კაც აх ჩემი კიდა თქვი ძმა მე მაპატე მადლობა რომ მომიბადიჟეთ ბიჭებო წარმატებებს გისურვებთ არზე ამ ობიექტში ესეთი გენიალური საოცრებები არ მეგონა და გენიალური ადგილია მართლა ყველა
თან რეკომენდაციას გავუწევ. სასიამოვნო და მადლობა. მეც გესტუნობით ხშირად რა. აუცილებლად. და ერთსაც დავსძენდი სხვადასხვა სანამ გავთიშავთ რომ წინა ვიდეოსგან განსხვავებით უკვე წინ წავედით რომ გინეკოლოგივით სხვანაირი ხელთათბანები მეკეთა. არა, სხვანაირი ხელთათბანი იყო, ცისფერი ხელთათბანი, ახლა კი შავი, როგორც ბლეკ ბურგერი. ძალიან დიდი ახლა მადლობა. რეკლამა გადავიტანე ავტომატურად. ჩვენ ძმას ჰიტას. ასე ჩვენს თოკოს ხო უღრმესი მადლობა რა თქმა უნდა და გემშვიდობებით და ბოლოს რო მომასხას ხოლმე შეუძლია ისე.